გამარჯობა. მინდა მივესალმო ყველას. დღეს 26 მაისია და დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს საქართველოს უზურპატორი ხელისუფლება. ეს არ არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ესაა ქართული ოცნების ივენთი. და მე ამ დღეს მე არ ვთვლი, რომ თავისუფალი ადამიანი ვარ, მე არ ვთვლი, რომ ჩემი ქვეყანა დამოუკიდებელი ქვეყანაა და დღეს დემონსტრაციულად 10 წლიანი ჩემი სამხედრო სამსახურის შემდეგ მე დემონსტრაციულად დავჭრი სამხედრო ოფიცრის ბარათს, ჩემი სამხედრო ნაწილის ბარათს, სადაც ვიყავი, იარაღის ბარათს, რომელთაც მქონდა ავტომატი მოკუთვნილი და სხვადასხვა სამსახურეობრივ ბარათებს, რომელიც ჩემი სამსახურის შემდეგ ვერავინ ვერ ჩამომართვა, იმიტომ იქიდან დევნით გამომიშვეს. თინახიდაშვილის მინისტრობის დროს პოლიტიკური დევნით და წესით მე ესენი უნდა ჩამებარებია, უნდა მოსულიყო სამხედრო პოლიცია და ყველაზე მცირე წაეღო, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ჩემთან მოსვლა ვერ გაბედა მაშინ. ესენი დარჩა ჩემთან და რა თქმა უნდა მე დღეს ამათ დემონსტრაციულად დავჭრი, მაგრამ მინდა გითხრათ რა. მიუხედავად იმისა, დევნა გამიკეთეს შეერაღებულ ძალებში სიმართლის გულისთვის და სამშობლოს ერთგულების გულისთვის. მოგვიანებით ქართულმა ოცნებამ განახორციელა ჩემზე პოლიტიკური თავდასხმა. აი ესეთი თავდასხმა. აბა მიდით და ნებისმიერს აი ნაკაწრი რო კონდეს, ნაკაწრი იმის გულისთვის ჩაგვსვამენ ციხეში. ჩემზე თავდამსხმელი დღისით, მზისით, პოსტივის კამერებით, თავისი ჟურნალისტით, თავისი ადვოკატით აი ესე როდის მერე იყო მიდიოდნენ ადამიანთან საქმის გასარკვევად, ესე ჩამისაფრდნენ და ესე მომიწყეს პოლიტიკური ანგარიშწორება სიმართლის საუბრის გულისთვის. დღემდე დაუსჯელები არიან, მაგრამ მე ამხელა პროტესტი აი დღეს რომ აქვს. მე ამხელა პროტესტი არ მქონია. რატო იცით? და ამხელა ზიზღი მე არ მქონია იმ ხალხის მიმართ, როგორიც დღეს ამაქვს, რომლებმაც ჩემი სამშობლო საქართველო აქცია ბიძინა ივანიშვილის გრუზიად და ცრუთა ქვეყნად. და დღეს აი ამგეს დავჭრი, იმიტომ რომ უპატიოსნეს ადამიანს 7 წელიწადია ლამის წამოსული ვარ ჩემი ქვეყნიდან. დატოვებული მაქვს გიძულებით პოლიტიკურ დევნაში ვარ და აღიარებული ვყავარ საფრანგეთს პოლიტიკურ დევნილად. დევნილად ვყავარ აღიარებული. რატო იცით? იმიტომ რომ იყო ამის გარემოებები, ამაზე ქვევით ვილაპარაკებთ. ეს ორგანიზაცია, რომლის ესაა ჩემი ორგანიზაციის ბარათი, რომლითაც ვახორციელებდი მე უფლებამოსილებას შეერაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფია და დღეს ის არის ქაღალდზე. მის ფუნქციას ხო ვერ ვასრულებდი ქვეყანაში არა ვარ. ერთადერთი კაცი, რომელიც არის დარჩენილი საქართველოში, ეს არის სამედიცინო განყოფილების უფროსი, ახალგაზრდა ექიმი ბიჭი იყო, იმას 7 წლის მანძილზე არც ერთ აქციაში მონაწილეობა არ მიუღია, ჩვენ აპოლიტიკურები ვართ სრულიად, ვერ ვიტანთ ნაცემს, ვერ ვიტანთ კოცებს, ჩვენ მიგვაჩნია ესენი ქვეყნის მტრებად და აი ხელს უშლიდით რა, შეერაღებული ძალების ნგრევაში ყველაზე დიდი ფული იდებოდა ჯარში და ყველაზე დიდ ფულს იპარავდნენ შეერაღებული ძალებიდან და 3 დღის წინ დაიჭირეს ეს ბიჭი და მთელი ოპერაცია ჩაატარეს ამ კაცის დასაჭერად რა. ახალგაზრდა კაცს მიუგზავნეს ქალი, მიჭირს ამაზე ლაპარაკი შეიძლება პიროვნული მომენტებია, მაგრამ უნდა ვილაპარაკო, იმიტომ რომ თქვენ გაფრთხილდეთ, თქვენ იყოთ ფრთხილად, ძალიან ფრთხილად. და როგორც კი გამოვიდა მანდილოსნის, იმას თუ მანდილოსანი ქვია, ეგრეთ წოდებული შეხვედრის ადგილიდან ხვდება პოლიცია, ჩვენი საამაყო პოლიცია და კამერებით ყველაფრით იმით, აი შენ ჯიბეში ნარკოტიკი გაქვს და ამოუღეს ნარკოტიკი, მოხმარების ეგრეთ წოდებული დოზა, რომელზეც არ აღმოჩნდა ამ ბიჭის არც დნმ-ის კვალი, გადაიყვანეს სამხარაულის საექსპერტო ბიუროში, სადაც არ აღმოჩნდა მის სისხლში ნარკოტიკის კვალი და მე ეუბნებოდნენ, აი შენო არ ყოფილხარო ბიჭო, მომხმარებელი ბიჭო, შენო იქნებო ვინმესთან გაგატანაო და ბარიგობას ტენიდნენ. ის ეგრეთ წოდებული მანდილოსანი საერთოდ დაიკარგა სოციალური სივრციდან, 3 დღის განმავლობაში აწვალებდნენ ამ ბიჭს, არ მისცეს არც ტელეფონის ზარის უფლება, ექცეოდნენ ფიზიკურად, აყენებდნენ შეურაცხყოფას.
ერთადერთი დაკავების მოტივი იყო რა ურთიერთობაში ხარ შენ სამსახურეობრივ ჩემზეა ლაპარაკი რა კონტაქტები გაქვს რას გავალებს როგორ გავალებს რა ურთიერთობებში ხარ რა უნდა დავავალო თქვენ დედაატირებულებო რა უნდა დავავალო კაცი პარნიკში კიტრს და პამიდორს თესავს და მოჰყავს და უსასყიდლოდ ეხმარებოდა ყველა მთავრობის მიერ გაწირულ ვეტერანებს. თქვენ იცნობთ ამ ბიჭს სახეზე მე უბრალოდ არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ საქართველოა და მის სახეს და გვარს სტრატო არ ვამბობ, იმიტომ რომ დედა ყავს ონკო პაციენტი და მე ეს ნაბიჭრები აი ესე ემუქრებოდნენ, რომ აქედან დროზეო თორ გახვალო დედა შენი ონკო პაციენტია და რო გაიგებ შენ ამბავ შეიძლება დარდით მოკვდეს სანამდე სახლში მიხვალო რა. და 3000 ლარი შეტენეს ჯარიმა. ბიძინა ივანიშვილის მინდა მიუმართო. ბიძინა ივანიშვილო 3.700.000 ქართველი რო დატოვე საქართველოში. ქურდო ნაციონალური მოძრაობა, შენ ნაციონალური მოძრაობა დამნაშავე კადრებიდან გაქურდე და გაიხადე ქართულ ოცნებაში მაგ. ამ 3.700.000 კაციდან 26.000 პატიმარი რო გყავს. 400.000 ბავშვი როა და 800.000 პენსიონერი როა ქვეყანაში. 1.5 მილიონი სოციალურად დაუცველი როა და გაეროს მონაცემებით 800 ბავშვი რო შიმშილით ყდება ჩვილი ყოველწლიურად ქვეყანაში ეს არ არის? ეს არ არის შენი გრუზია? ეს ჩემი სამშობლო არის? რა მაქვს მე საერთო მე შეერაღებული ძალების თადარიგის ოფიცერმა რომელმაც ღირსებისა და სინდისით ვემსახურე ჩემს სამშობლოს სამჯერ ვიყავი დათხოვნილი იმიტომ რომ არც ახლა ეს სისტემას არ ვეგუებოდი და დამითხოვეს მადლობა უფალს რომ არ მომკლეს და გადავრჩი თურმე ამათ უნდა გადაუხადო მადლობა რა ამათი დეტავატირე ამათი მერე იყო და ხიდაშელმა დამითხოვა მერე იყო და კიდე დამითხოვს ბჭო თქვენ უნდა გადაგიხადოთ მადლობა და ბუდიში და რა მაქვს მე საერთო იმ ძაღლებთან თავს რო ძალოვან უწყებებს უწოდებენ და თავისუფალი ვარ მე აი ეს ხო თქვენი ბარათია აი ჯერ წაიკითხეთ კარგად წაიკითხეთ ნომერიც ნახეთ აი აქედანაც ნახეთ კარგად დავაკვირდით სისხლის ჯგუფი თვალის ფერი თუ რა როგორც წერთ მაგ რა როგორ უნდა მქონდეს მე აი ეს ბარათი აი იმხელა პროტესტი მაქვს რა 20 და 50 ევროთი აგროვებენ დღეს ემიგრანტები კი რაც თანხა მქონდა მე მქონდა და რაც არ მქონდა ოფიციალურად გამოვაცხადე საზოგადოების ჩართულობა ამ ყველაფერში იმიტომ რომ საზოგადოება უნდა იყოს ჩართული საზოგადოების პასუხისმგებლობის ამბავიც არის და თუ ბიძინა ივანიშვილის ბიუჯეტში რო შევიტანოთ ეს 3.000 ლარი აი ამ ნაძაღლარების საქმიან ნასაქმარი პატიოსანი კაცი რო დაიჭირეს და დღეს მე ამათთან ერთად უნდა ვიზეიმო დამოუკიდებლობის და თავისუფლების დღე თურმე რა შეხება მაქვს მე თქვენთან რა შეხება მაქვს ბიძინა ივანიშვილის გრუზიას მცველებო რა სამშობლო რა საქართველო რა სიწმინდე რა აქვს თქვენთან სახელმწიფოებრივს თქვენ ახართ ჩვეულებრივი გორილების ბრბო მე არ შევიგინები ამ ვიდეო ლაივში რომ ბევრმა გააზიაროს ისე კი მინდა გინება რა სამხედრო ნაწილი 06-328 საშტატო იარაღის მიმაგრების ბარათი უკან გაიკეთეთ აი სახელმწიფო ბეჭედი თავზე რო დამესხნენ იმათი დალაგება შემეძლო კვატებივით იქ რა მაგრამ თავში არ მომსვლია რომ მით უმეტეს იარაღი გამომეყენებია რა მით უმეტეს იარაღის და არა მარტო ერთი ტიპის და არა მარტო ერთი ხასიათის მშვენივრად მოხმარებაც ვიცი და აი ამათმა დილეტანტების დონეზე თუ იციან ხო მე ოფიციალურად მასწავლიდნენ როგორ მომეკლა მტერი და თუ სამხედრო პირს და ძალოვანი უწყების წარმომადგენელს არ გააჩნია მორალი არ აქვს სინდისი არ აქვს ნამუსი რა აზრი აქვს ასეთ კაცს ერქვას სახელმწიფო მოღვაწე სამხედრო მოღვაწე როცა ძაღლი ხარ და როცა შენი აი სამხედრო ნაწილის ნომერი და ბეჭედი კიდე აქედან როცა შენი ერთადერთი მისია გააკეთო კრიმინალი და არანაირი
იდეალი არ გაგაჩნია, არანაირი იდეალი არ გაგაჩნია. გარდა იმისა, რომ პატიოსან კაცს ჩაუდო წამალი. თქვენ ნარკოტიკით მოვაჭრეებო. შეუსინდისოებო. მე მაგრად მრცხვენია, რომელიც ძალოვანი მერქვა და მაგათაც ძალოვანი ქვია რა. ბიძინა ივანიშვილის შვილი ხო ჯარში არასოდეს არ იმსახურებს, არც ერთი, არც მეორე, არც მესამე. გომელაურის შვილი ჯარში არასოდეს ხო არ იმსახურებს. აი ეს აფხაზეთის დროს გათახსირებული ნარკომანი როა, ვეტერანთა დეპარტამენტის უფროსად რო უზით, ის კრიმინალი. უპატიოსნესი ბიჭი რო ლამის მოკლა, აი მაშინ რა ქვია, ქუჩაში კობაკობალაძიშვილი, ისიც ხო არ წავა ჯარში და ხო არ იმსახურებს. ღარიბაშვილის შვილი ხო არასოდეს არ იმსახურებს ჯარში. ვინ უნდა დაიცვას ეს ქვეყანა, ჩვენნაირმა ადამიანებმა უნდა დაიცვას ეს ქვეყანა, მარტო ჩვენი ვალია ქვეყანის დაცვა. აი ეს ნაბოზრები რო ყავდნენ, ზურგში კარგად გამაგრებულები და როცა მოუნდებათ, მე ქვეყანაში ცოტა ტოტალური უმუშევრობა 3000 ლარს რო დაადებ ადამიანს გირაო და მე ეტყვი აუ თუ არა გაქვს ხო ხა ვიცი თუ რა ქვეყანაში რა მდგომარეობაო განვადებას გაგიკეთებთო. განვადება არის თურმე სახელმწიფო გირაოზე. ერთადერთი ეს რაც მუშაობს, ეს არის საქართველოს სასამართლო კომბინატი. გავარტყი რა თქვენ სასამართლო სისტემას და გავარტყი თქვენ ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას. თქვენ არც დამოუკიდებლები არ იყოთ და არც თავისუფლები არ იყოთ რა. თქვენ არის დარდოთ. აი ამ ნაკუწებს აუცილებლად შეგიგროვებთ და გამოგიგზავნით ფოსტით. და როდესაც მაგეთ მოხვდები, სპეციალურად პატივს არ მოგაგებთ რა საქართველოს საელჩოსკენ. აუცილებლად იქ სამკერდე ნიშნები და მედლები მაქვს და მოგიტანთ და დაგიყრით. რო იამაყოთ. 3000 ვეტერანი ისე გამოყარეთ სამსახურიდან ერთი თვალი არ შეგიხრიათ და პატიოსან ბიჭს ხვდებით და უდებთ იმაში ჯიბეში ნარკოტიკს. რა ვიცი ახლა მე ქალთან გავლა თუ ცოდვათ თქვენ კაცებთან დადიხართ და მაგას არ თulit ცოდვათ და ახალგაზრდა უცოლო ბიჭი თუ იმასთან წავიდა რა ქვია ქალთან წავიდა ეს უნდა ჩავთვალოთ ცოდვათ. კი შეიძლება მორალური საკითხია და მისი ამბა, მაგრამ ბერობა არ უნდა იმ კაცს. რა ვიცი წვერებში და ანაფორაში ჟიმაობთ თქვენ და დაატირებულებოდა თუ მორალური საკითხი არის მაშინ თქვენგან დავიწყოთ რაღაც ერის კაცებით უნდა დავიწყოთ ეს ყველაფერი. სად არის საპატრიარქო? რატო არ იღებს ამ ყველაფერზე ხმა? რატო დუმს? მოქალაქეს რო ჩაუდებ ნარკოტიკს ჯიბეში და თავი რო პატიოსანი და ამაყი გონია მე არ შემირცხვენია თქვენი ღირსება. სად არის თქვენი ღმერთი? არ ვიცი, გული მტკივა ძალიან იმედგაცრუებული ვარ. იმიტომ კი არა რომ ეს მანდამაინც აი ჩემ მეგობარს და ჩემი ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრს უქმნეს, არა, იმიტომ კი არა. არ შეიძლება პატიოსანი და უსინდისო ადამიანების ერთად შედარება. დღეს როზე გლობალურად ამბობს ბევრი შენ ჯაფარიძის პატიმრობა გიხარია და შენი მეგობრის პატიმრობა არ გაგიხარდა. მე არავის პატიმრობა არ მიხარია. უბრალოდ ადამიანი რომელიც პროსტიტუციას და ნარკომანიას ლეგალიზაციას უკეთებს და აქ მცდელობა ამისი რომელიც კოლაბორაციაში იმყოფება ხელისუფლებასთან. ეგენი არ იყვნენ მარიხუანის ლეგალიზაცია რო უნდათ? ეგენი იყვნენ, ხო? არ შეიძლება იმის შედარება პატიოსან ადამიანთან. არ არის ჯაფარიძე პატიოსანი ადამიანი, ეგაა ჩვეულებრივი კოლაბორანტი. და პატიოსანი ადამიანები ისჯებიან, იმიტომ რომ პატიოსან ადამიანებს არ აქვთ ტელევიზია. პატიოსან ადამიანებს არ აყავთ გვერდში მდგომები. სად არის სახალხო დამცველი? შემიძლია ვიკითხო სახალხო დამცველი სად არის? როგორ კაც ნარკოტიკი ჩაუდვეს, მისი ზეწოლა მოახდინეს. ცდილობდნენ მის კომპრომეტირებას. და რა? სად არის სახალხო დამცველი? ეს ალეკო ელისაშვილის თანაპარტიელი, მარტო ალეკო ელისაშვილის დიშვილი რო დაასაქმა მის ბიუროში. სამხედრო ნაწილი ისე და ეს ნემსაძე დავითი ტაკ-ტაკს აი საშვი.
ბეჭედი, სახელმწიფო ბეჭედი. თქვენში არაფერი სახელმწიფო არ იყოს, თქვენ ვირიშვილები. სადაც გაქვთ სახელმწიფო? სახელმწიფო ბეჭდებს რო ატკაცუნებთ. ახლა მეც უნდა ვატარო ესეთი რაღაცა და უნდა ვიყო ამაყი და თავაწეული და აი იმ განდონმა იმან ქუჩაში რო უდანაშაულო კაც ნარკოტიკი ჩაუდო ჯიბეში, იმასაც სამხედრო პირი უნდა ერკვას. მე არ ვიცი, საიდან დავიწყო, ან რით დავამთავრო. ან რა უნდა იყოს საბოლოო ჯამში ჩემი გამოსვლის მოტივი, რა იმედი უნდა მივცე მე ჩემ ერს, როდესაც უზურპირებულია ჩემი ქვეყანა, ჩაახრიგინებენ ამ ეგრეთ წოდებულ კოლოფებს. ახლა იქ რეგიონში ყველაზე სუსტი სახელმწიფო ვართ, ჯარი უსუსური, უმაკნისი, უარგისი, პოტენციალის არ მქონე, მორალწართმეული, კონსპირაციული ბუდე. ეს ახალგაზრდა ბიჭები შეყრილი იქ, ვინც არ იცის ომი რა არის, ვინც არ იცის ეგენი ომის დროს რას აკეთებდნენ, უყვებიან ზღაპრებს, ვაშკაცები იქიდან გაყარეს, რომ სიმართლის მთქმელი ამ ბიჭებამდე არავინ არ დარჩეს და თუ რამე მოხდა და დაგვემართა და ალბათ მოხდება ის, რომ საბოლოო ჯამში რომელიღაცა არმია შემოვა და დაგვიკავებს უბრალოდ იმიტომ, რომ აღარ ვიქნებით იმ ძალასაც ვერ გავწევთ ბრძოლის ველზე ღირსეული სიკვდილი რო ქვია და ამით დასრულდება ყველაფერი. ბიჭო, ქართული ოცნების წარმომადგენლებო, თქვენ ნაძირლებო, თქვენი წარმომადგენელი გუშინწინ თურქეთში, თქვენი ხელისუფლების წარმომადგენელი თურქეთის პოლიციამ დაიჭირა დიდი ოდენობით ნარკოტიკის გადაზიდვის ფაქტზე. თქვენი ხელისუფლების წარმომადგენელი. ვის უნდა ჩაუდოთ თქვენ ამის მერე ნარკოტიკი, ბიჭო? შავი ფულის ბიზნესი, ნარკოტიკის ბიზნესი პოლიციის მიერაა პირადად წახალისებული. სად არის სახალხო დამცველი, რატო არ იწყებს ამ ფაქტზე გამოძიებას? მე ოფიციალურად, აი, სტრასბურგში იქნება სხვადასხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებში საერთაშორისო მასშტაბით ყველგან დავწვევ სახალხო დამცველის სურათს, იმიტომ რომ ხელისუფლებას რა ველაპარაკო, უზურპატორები არიან და всё არიან და არიან. არ მალავენ, ეს ნაბიჯვარი ეს რა დღეშია, ეს ამას რო შეეკითხო ხალხის დაცვაზე რო აქვს პრეტენზია. ერთხელ რო არ გამოუყენებია სახალხო დამცველის ტრიბუნა, ვინმეს ღირსების დასაცავად. მარტო ალეკო ელისაშვილის დიშვილს რო ეფარება საშოზე მაპატიეთ რა. სახელმწიფო ბეჭედი, არ დააფურთხეთ და გაიკარით თქვენი სახელმწიფო ბეჭედი. უკან თქვენ ნაბიჭრებო, თქვენ აი თქვენი სახელმწიფო ბეჭედი. ვის დაცვაზეა ხალხო ლაპარაკი? სრული საგიჟეთი ხდებოდა ჯარში. სრული საგიჟეთი ხდებოდა 1000 სტრეს გადატანილი ადამიანები, 1000 სტრეს გადატანილი ადამიანები ჯარისკაცებზე გეუბნებით, აი რო იცოდეთ რა. რაში იყო საქმე? უამრავი მათგანი ამდენი პრესის, ამდენი უბედურების მერე მისიაში ნამყოფი, ამდენი ტრამვების მერე მორალური ტრამვა. იქ ხომ ჩვეულებრივი მკვლელობები მიდიოდა. იქ ხო ჩვეულებრივ ადამიანებს ხოცავდნენ. და ზოგის ფსიქიკა ამას ვერ უძლებდა, ჩემო კარგებო. ძალიან ბევრი ისტორიაა და საწერი და სათქმელი რეალობაში. ქართულ ჯარს უწევდა აი ამათი ტრაკის თამაშებისთვის, ესენი რო გაეправებიათ ყველაზე ცხელ მისიებში მონაწილეობა, სადაც გერმანიის ჯარი, სადაც სხვა გაერთიანებული ქვეყნის ჯარები არ შედიოდნენ თავიანთი მოქალაქეების დაკარგვის ეშინოდათ. ქართულ ჯარს იქ უწევდა ყოფნა იმ ცხელ ადგილებში, როცა ჩვენ ვიყავით ოკუპირებული სხვის მიწაზე ვიდექით როგორც საოკუპაციო ჯარი. ესაა სიმართლე, სამშვიდობო მისია. და ეს ტრამვირებული, ფსიქოლოგიურად ტრამვირებული ბიჭები ახლაც მახსოვს, აგერა მაქვს ყველაფერი, არა, უნდა შეგახედოთ. რამდენი დოკუმენტაციებია. ესენი ყველაფერი არის აი ამ ჯგუფის ნამუშევარი, მათი შედეგები, ვისაც დღეს დევნის ქართული ოცნება. აი ეს დოკუმენტაციები, აი მინდა რომ შეგახედოთ, უბრალოდ შეხედოთ რამხელა მასალებია ესენი ყველაფერი, ესენი არ გეგონოთ თქვენ პატარა მასალები. ესენი ის მასალებია, რომელსაც ჩვენ უკეთებდით შესწავლას და მე ამ ყველაფერზე ესენი გარეყდებია, მარტო გარეყდები. დაახლოებით 200-300 სტატია არის და პუბლიკაცია მიცემული. ამ ყველაფერზე. ის ბიჭი ერთადერთი მისიაში, ავღანეთის და ერაყის მისიაში ნამყოფი ვაშკაცი ბიჭი, არ დავასახელებ მის სახელს და გვარს. გარეთ რო გამოვიდა დათხოვნიდან შვებულება ქონდა მცირეხნიანი, ჩაიკეცა ასე ემბრიონის პოზაში და გაითიშა. და ვეღარ ადგა ფეხზე. და გაახილა თვალი ფსიქოლოგიურ
უკაცრავად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში თბილისში. და ნაცვლად იმისა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ საკითხს მოკიდებოდა სენსიტიურად სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს ავადმყოფ კაცს, რომელიც დარჩა ავადმყოფი თავისი ცხოვრების ბოლომდე. და რომ არ ყოფილიყო ის ბიჭი, ვინც დაიჭირეს, რომ მისი დასკვნა არ ყოფილიყო შესაბამისი, რომ მისი მიმართვა არ ყოფილიყო თავდაცვის სამინისტროზე, ხო? აი ესეთი უამრავი შემთხვევა რო გქონდა ჩვენ შეერაღებულ ძალებში, დარჩებოდა რა დონეზე, იცი? ავადმყოფს წაიყვანდნენ ციხეში და გაასამართლებდნენ. ყველაზე მცირე ამისი ცდელობა ხო ექნებოდათ. ამას აკეთებდა ქალბატონი თინა ხიდაშელი და მისი ბანდა. ამას აკეთებდა გენერალური შტაბის უფროსი სინკარა, რომელიც ასე ერქვა გენერალი სინკარა, რომელიც ჯარისკაცებს ყაზარმებს უყიდი და სინკარებს აძრობდა და ვახტანგ კაბანაძე გმირი გონია დღეს ბევრს რამდენი რამე არიცით. თქვენ გაჭირვებულო საქართველოს მოქალაქეებო და თქვენ გგონიათ რომ იმ ჯერ არ მინდა არავის შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ სამწყობრო სვლასაც თავისი ცოდნა უნდა რა. იმ ჩარიხილებული კოლოფების მე თქვენ გგონიათ რომ ქვეყანას ჯარი ყავს და ღირსება გვაქვს და თავისუფლები ვართ. ყველა ომის მონაწილე ვეტერანი იქნა 3000 ვეტერანი აი რაც განახეთ ეს საბუთები. 3000 ვეტერანი გაყარა იზორიამ სამსახურიდან. სადაა იზორია? ჯერ სააკაშვილის უკანა ლოკია იყო, მერე ივანიშვილის უკანა ლოკია გახდა და ასე შემდეგ. ამოვიღე თუ არა სიტყვა სააკაშვილის შვილებს მიმართე, ტრანსფორმირებული გუბა სანიკიძის შვილს მიმართე, ბიძინა ივანიშვილის შვილებს მიმართე, შევთავაზე თუ არა მათ პირდაპირ ეთერი, გააკეთეს ის, რომ ერთი უნდა მატკინონ ეხლა გული და წავიდნენ და დაიჭერეს უპატიოსნესი კაცი ნარკოტიკი ჩავა. რა შეხება გვაქვს ჩვენ ნარკოტიკთან? თქვენ ნარკო რეალიზატორებო. მთელი ჩვენი არსებით ვებრძვით ნარკომანებს და ნარკომანიას. მე ძალიან ბევრი სამხედრო ვიცი, რომ ვერ გაუძლო დატვირთვას და ფსიქოლოგიური ამდების შემდეგ ნარკომანი გახდა. მე მათთან დიალოგი. ჩვენი დიალოგი როცა იწყება, როდის იწყება, იცი? და როგორ იწყება, იცი? ჩვენ ვერ ვიტანთ ჩვენ თავს იმის გულისთვის, რომ ასეთი უნებისყოფოები გვაქციეს. ისინი თავის თავს ვერ იტანენ ასეთები რო არიან. და მე ისინი საზოგადოებას როგორ უნდა შევაყვარო. მაგრამ ეს ხო იმას არ ნიშნავს, რომ მე მათთან ურთიერთობა არ მქონდეს. ჩვენ ერთი წარსული გქონდა. ერთად ვიდეკით, ერთი ფორმა გვეცვა, ერთად ვიბრძოდით. მერე ისინი ომში მოხვდნენ, დაინვალიდნენ, ზეწოლებს ვერ ყველა სხვა ფსიქიკა აქვს. ამერიკაში პირდაპირ იკეთებენ ასე ჯარისკაცები ვენაში სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს, რომ გონებრივი და ფსიქიატრიული შვება მიიღონ. ჩვენთან ეს პრობლემა მოწესრიგებულია რაღაცა მეტადონის თხრით პირში და ამით მთავრდება ყველაფერი და იმ მეტადონის პროგრამაშიც თუ ჩაჯეგი ის დიდი პრობლემა არის კიდე. ნარკომანი კი არ არის პრობლემა. თქვენ ახართ ნარკორეალიზატორები დიდი პრობლემა ამ ქვეყნის. და ზუსტად ვიცი, ამით იცი რისი თქმა მინდა? სრული ინფორმაცია მაქვს და დეტალური ინფორმაცია მაქვს საქართველოში ვინ, სად და რომელი პოლიციელი როგორ ყიდის წამალს. თქვენ ახართ თვითონ ნარკორეალიზატორები, დღევანდელი ხელისუფლება, თქვენზე დიდი ნარკობარიგები ამ ქვეყანას არ აყავს. სახალხო დამცველს მოუწოდებ მე აქედან. კიდე ერთხელ მოუწოდებ აქედან. დღე ერთი მეორე არ გათენდეს, რომ ამ ფაქტზე იყოს დაწყებული მოკვლევა. გამოძიება იყოს დაწყებული ჩემი ორგანიზაცია. შეიძლება ქაღალდზეა, მაგრამ მე მისი ანულირება არ მომიხდენია. შეიძლება მე ვარი ვთქვი სახელმწიფო ბარათებზე და მე არ მჭირდება სახელმწიფო ასიგნალები იმისთვის, რომ მე ვიყო ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი და მიყვარდეს ჩემი ქვეყანა. ამას არ ჭირდება სამხედრო ბარათი, ამას არ ჭირდება სამხედრო წოდება. ოფიციალურად მიუმართავ აგერ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იქნება თუ ეგრეთ წოდებული მხედართ მთავარი თუ ვინც დანიშნეს ახლა. ჩამომართვან ეს წოდება არ მჭირდება მე სამხედრო წოდება თქვენთან რომ მიკეთებდეს ასიმილიზაციას.
ჩამდებ ეგრეთ წოდებულ ნაძირალა სამხედრო ძალოვან პირებთან თუ პოლიციის მაღალჩინოსნებთან. როდესაც ჩემ ქვეყანაში მოვა წესიერი მთავარსარდალი, მექნება შესაბამისი რეგალია და მექნება შესაბამისი სურვილი ვიცხოვრო ჩემ ქვეყანაში. მანამდე ჩემ ქვეყანაში სანამ ხართ თქვენ ხართ მოძალადეები, თქვენ ხართ ბარიგები, თქვენ ხართ ჩემი ქვეყნის მოღალატეები და ვაჭრები და მე არანაირი სურვილი არ მაქვს, არანაირი თქვენთან თანაზიარობა მქონდეს ნებისმიერი ფორმით. ჩემი ქვეყნის მარადიული საქართველოს მოქალაქე ვარ მე არ მჭირდება საბუთები, მე სისხლით ხორცით ქართველი ვარ. მე სხვისი ერის ჯიშის არსება ვერასოდეს ვერ გავხდები. მაგრამ აი ამ ორგანიზაციას, რომელსაც მე წარმოვადგენ, მე მის ანულაციას არ ვახდენ, მე ვარ მისი მეთაური და მე ვაცხადებ აქედან ოფიციალურად ვაცხადებ, რომ მე ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე. იქნებით თქვენ თუ არ იქნებით თქვენ, მე ვიქნები თქვენ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი პირი, რომელიც დაგადუმებთ საბოლოოდ, როდესაც ქვეყანაში აღდგება ჭეშმარიტი ტრიბუნალი, როდესაც აღდგება სამხედრო პროკურატურა, მე მოვალ იქ და ჩვენებას მივცემ თქვენს წინააღმდეგ რა. ძალიან მწუხვარ. შეიძლება მე გამიგრძელდა ეს საუბარი, მაგრამ რო უყურებ, აი უნდა გადმოვრიცხო ის ფული და უნდა შევიტანოთ ამ დედაატირებულების ბიუჯეტში, რომ მე ირაკლის ესიაშვილის ნაბიჭვარმა ქურდმა შვილმა, რომელიც უშიშროებაში ყავდა და დასაქმებული კობაკობალაძის ქურდმა და მოძალადე შვილმა, იქ ლელაჩიკოვანის ნაბიჭვარმა შვილმა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გვარს რო უმალავს, მამამისის გვარს რო უმალავს აკუდაშვილს. და ბევრმა ასეთებმა, ხო, რომ შეძლონ ამ ფულის მოპარვა და ჭამა. მაგრამ ეს იმიტომ უნდა გავაკეთო, რომ ჩემი მეგობარი დავიხსნა მწყეობიდან რა. ვალდებული ვარ ეს რო გავაკეთო. მაგრამ ამავდროულად აი ამ ფაქტებს ყველაფერს იქ გაუგზავნე, სადაც თქვენ არ გსიამოვნებთ და ამას გავაკეთებ რა. შეგროვდება მაგ 3000 ლარი. შეგროვდება, მაგრამ მე ერთ რაღაცას გეტყვით ქოცებო რა. ეს 3000 ლარი ძალიან გავს იუდას 30 ვერცხლს. არ გაამდით რა იუდა მაგ 30 ვერცხლმა. მინდა გითხრათ. პირიქით სულიერი სიმშვიდე წაართვა. სასუფელი წაართვა და მაცხოვარი წაართვა. მაცხოვარი გაყიდა. თქვენ სიმართლეს ყიდით. როგორც გენებოთ, როგორც გინდათ, ისე მოიქეცით. და აქედან დაუბრუნებ ხურდას მე იმ ნარატივჩიკებს. ბევრი რო ამბობს, რომ შენ ქვეყანაში რატო არა ხარ თუ შენი სამშობლო გიყვარს? მე ჩემ ქვეყანაში ვიყავი, მაშინ როცა ეს იყო ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და საჭირო. მე ომის დროსაც ვიყავი ჩემ ქვეყანაში, მე თქვენ იქ არ მინახი ხართ. როდესაც თქვენ გარბოდით ეკონომიკურ ლიცეუმებში და თანხებზე ითვლიდით თქვენს მომავალს, მე მაშინ სამხედრო ლიცეუმში მილფებოდა ფეხებით შექმებში. მე სამხედრო კათედრაში, მე სამხედრო აკადემიაში, მე 10 წელი ჯარში, მე თქვენ არც ერთი არ მინახი ხართ. და არც ომში მით უმეტეს არ მინახი ხართ. არც მე არ მინახი ხართ ministrების სახლებთან, ministrების ცოლების დასაქმების ადგილებთან, სამინისტროებთან, უშიშროების სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, თავდაცვის სამინისტროსთან. აი ეს ბიჭი ყველგან იყო. ნარკოტიკი რო ჩაუდოს. და თქვენ მე აქ და თქვენი შვილები მე იქ არც ერთი არ მინახია. ჯა, finita la commedia. დამთავრებულია, როგორც იტალიელები იტყვიან თქვენი კომედია. უკანასკნელ დღეებს დათვლით თქვენი პოლიტიკური ყოფის და ცხოვრების. ყველა ბარიგის დედავატირე რა გაუმარჯოს ქვეყნისთვის წამებულ დისიდენტებს. დისიდენტების შექმენით და პოლიტიკური დევნილების შექმენით. ქარხნები და ფაბრიკები ვერ შექმენით, ინდუსტრია ვერ შექმენით. ძიმე რეწველობა კი არა, გამოყენებითი მრეწველობა ვერ შექმენით. საბაგეროდ კრიმინალი შექმენით. უმაქნისი ჯარი შექმენით და ჩამდები პოლიცია შექმენით. და ბოლოს დავასრულებ, მე ძალოვან უწყებებს მიმართავ. როდესაც ფორმაში მყოფი პირი კრიმინალი უნიფორმით, სახელმწიფო უნიფორმით. თქვენ ახართ კრიმინალები სახელმწიფოს უნიფორმით. როდესაც თქვენ სახელმწიფოებრივი მომზადება არ აგაქვთ, სახელმწიფოებრივი ცნობიერება არ აგაქვთ, ამოცანა არ აგაქვთ, მაგალითის მიმცემები არ გინდათ რო იყოთ. ხო? მაშინ ვინ ახართ თქვენ? თქვენ ახართ დამნაშავეების სახელმწიფო უნიფორმით. და გეშინოდეთ მაგ პურის, რომელიც თქვენ შვილებთან მიგაქვთ. იმიტომ რომ მე სიტუაცია რო შეიცვლება,
პოლიტიკურად არ ვამბობ, იქ ღმერთთან ცაში. იქ ვერ დამალავთ თქვენ ნამდვილი სახეს. და ამ ცხოვრებაში ყველაფერი ბუმერანგია, აუცილებლად ბრუნავს, კარგიც ბრუნავს და ცუდიც ბრუნავს. და გამომიცდია ყველაფერი, მე გამივლია ჩემ ტყავზე და მე დღეს აი გულახდილად გეტყვით, ერთი კი გააკეთეს, მატკინეს, კი გული მატკინეს უპატიოსნესი კაცის გაუბედურებით, მაგრამ სხვაც რო გაეუბედურებიათ და გამეგო, მე უფრო მეტად შეიძლება მტკინოდა გული. და სხვის მატკივილმა რომ მატკინა გული მიტოვარ დღეს აქ. თორე ჩემი განათლებით, ჩემი არსით და ჩემი ქვეცნობიერით როგორმე ვნახავდი რა ამათ პოლიტიკურ რუკანალში ეგრეთ წოდებულ წინსვლის საშუალებას. ღირსება და სინდისი რო არ მქონოდა, მაგრამ რა არის ეს ცხოვრება ღირსებისა და სინდისის გარეშე? ერთხელ ვიბადებით და ერთხელ ვკვდებით, მაგრამ ყველასთვის ეთყობა ეს ასე არ არის. მე მამაჩემი რო დაიჭირეს კგბ-მ ანტისაბჭოთა ლიტერატურის გავრცელებისთვის 3 წლის ვიყავი მაშინ. მამაჩემს წამდა რომ საქართველო უნდა ყოფილიყო თავისუფალი. კიტა ბუაჩიძის შავი წიგნის გულისთვის დაიჭირეს სახლში. რო ქონდა. ბევრმა შეიძლება დღეს ეს წიგნი არ იცის, რა იდეოლოგიურ მორალურ საკითხებს ეხებოდა იმ დროს და იმ ეპოქაში. იმ დროსაც პრობლემა იყო სიმართლის ლაპარაკი, როცა დაიჭირეს კგბ-ს დროს. და ამ დროსაც პრობლემა არის სიმართლის ლაპარაკი. სააკაშვილის დროსაც პრობლემა იყო სიმართლის ლაპარაკი და ყოველ დროს პრობლემა იქნება სიმართლის ლაპარაკი, თუ შენ ტრაკი არ გექნება სიმართლის რო ილაპარაკო მაინდამაინც მაშინ. მნიშვნელობა ის კი არაა, ვიღაცა მონაწილეობას მიიღებს თუ არა ამ 3000 სილარის შეგროვებაში, არანაირად. ფული აქ მთავარ როლს არ თამაშობს. სიმართლის თქმის და სიმართლის გვერდში დგომის რამდენს არ შეეშინდება. აი სწორედ ამ ასპექტშია საუბარი და ამაზეა ზუსტად საუბარი. მეც მე არაფერს არ ვიტყვი. მე ჩემი გამოსვლა დავასრულე, ვისაც გაქვთ სურვილი თქვენ ვეტერანებო, სამხედროებო, ვაჟკაცებო, 3000 კაცი რო გაგყარათ ხიდა შენმა და დუმხართ დღემდე და დუმხართ. ამოიღეთ ხმა თქვენი პლატფორმიდან. როგორ შეგიძლიათ ეს? მეგობართან, მეზობელთან, ახლობელთან ნათქვამი სიტყვა მართალი სიტყვა. ძალიან სერიოზული იარაღია ამ ნაძირლების დასამხობა და ესენი უნდა დაემხონ. და როგორც კატონ უფროსი ამბობდა რომში ყოველი გამოსვლისთვის მე მაინც ვფიქრობ კართაგენი უნდა დაინგრეს. აი ესე ვიტყვი ყოველთვის რომ მე მაინც ვფიქრობ ამათი კართაგენი უნდა დაინგრეს. და მე შეიძლება ამას ვერ მოვესწრო ჩემი ცნობიერებით. შეიძლება ყოველ მომსპონ, ზეგ მომსპონ. არ გამოვრიცხავ მაგას. კი. ამიტომ არ გავჩერდი საქართველოში, რომ ოფიცერი ვარ, სამხედრო ვარ და საფრთხეებს ვაფასებ და მაგიტო აზრი ჩემი სიცოცხლის გაცემის ჩემ ქვეყანაში ამათთან ესე პირდაპირ ფიზიკურ ბრძოლაში არ იყო. აზრი აქვს ამათთან ბრძოლას მარტო მაშინ, როდესაც ანგრევს სიმართლით ამათ უსამართლობას. მე არ ვიცი სანამდე ვიტყვი ამ სიმართლეს. არ ვიცი სანამდე შემწევს ამის ძალა. სანამდე ესენი ყველაფერს იკადრებენ. ქართული ოცნება არის სისხლიანი მკვლელი რეჟიმი. და ეს სიმართლე მაგათ აწუხებთ. მაგრამ კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას, რომ ყველა გაჭირვებული ქართველის ტკივილი მიიტანოთ გულთან. შეიძლება იმ აქციებზე ვინც დადის ნაციონალურ მოძრაობასთან დიდად გულზე არ მეხატება, მაგრამ იმ ბავშვებმა რა დააშავეს იქ უკეთესი მომავალი რო უნდათ და ფეხებზე რო კიდიათ პოლიტიკურ მართლობაში ვინ იქნება. არა აქვთ მათ იმის უფლება მოითხოვონ წესიერი ხელისუფლება და წესიერი მთავრობა აქვთ. და რას უკეთებენ ესენი იცი? დაჯარიმებული ხარ და შენ ანგარიშზე რაც არის, მოდი რა ჯარიმაში წავიღებ ყველაფერს. და ანგარიშებიდან ისე აჭრიან ხალხს თანხებს, ვითომ ეს მათი საკუთრება იყოს. და სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთში რო ბრძოლობდნენ 800 მილიონი რომ მოაჭრა თუ რაღაცა ესეთი კატასტროფული თანხა იყო, ქონდა და მითო მოაჭრა, ხო? სააკაშვილმა და ტექნიკურ ანგარიშზე დადო, ბიძინა ივანიშვილი რო დაბრუნდა, პირველი რაც გააკეთა სიმართლის აღდგენა, ეს იყო მისი თანხა დაიბრუნა სააკაშვილის ეგრეთ წოდებული ტექნიკური ანგარიშიდან, რომელიც სააკაშვილის იმ ნაბიჯვარს შესაძლოა მის პირად ანგარიშზე კი არ ედო, იმას რაც ქონდა მის პირად ანგარიშზე ის ქონდა, მაგრამ სახელმწიფო ანგარიშზე ედო.
სახელმწიფო ანგარიშიდან მის ანგარიშზე გადმოსვა ბიძინა ივანიშვილმა. ამით აღადგინა მარტო სამართალი. სხვა ადამიანებს, ვისაც ქონება წაართვეს, ვინც გააუბედურეს პირიქით, უარესი და უმატა ზევიდან, რასაც უკეთებდა სააკაშვილი. ამის თქმა არის დღეს საქართველოში დანაშაული, თორე ის 3000 ლარი შეგროვდება. მეცავს გეტყვით, ნახევარი უკვე შევაგროვეთ რა.